მცველების წინააღმდეგ. კანკავა. ხიზანიშვილი. ძალიან კარგად გავიდა რაღაც გარკვეული და შეიძლება ეხა ძალიან კარგი პოზიცია და 1-1. 1-1 გათანაბრდა ანგარიში სანდრო გურული, გატანილი გოლის ავტორი. სადებიუტო მატჩი ძალიან კარგი შანსი მიეცა სანდრო გურულს და ეს შვენიერი შეცდომა მეტოქე გუნდის ძალიან კარგად გამოიყენა. ქართულმა ფეხბურთელმა მე აღვნიშნე კიდევაც რომ პირველი გოლი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სწორედ მისი მამის გია გურულის ანგარიშია და რიგით 195 დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მიერ გატანილი გოლი ისევ გურულის ანგარიში ამჯერად სანდრო გურულის. ძალიან კარგი შეიძლება აქ ბევრმა თქვას რომ ეს იყო მეტოქე გუნდის შეცდომა, მაგრამ შეცდომას გამოყენება უნდა და ალბათ უნდა აიძულო კიდეც მეტოქე რომ შეცდომა დაუშვას. ასე რომ შეცდომა დაუშვა სლოვენიის ნაკრებმა. არასწორი გადაცემის შედეგად სანდრო გურულს მიუვიდა ბურთი, რომელმაც თავისი შანსი ბრწყინვალედ გამოიყენა. ძალიან კარგი. კიდევ ერთი ერიში ანანიძე 2-1 საქართველოს ეროვნული ნაკრები დაწინაურდა. ჯანუ ანანიძე გატანილი გოლის ავტორი და 2 წუთიან მონაკვეთში საქართველოს ნაკრებმა 2 გოლი გაუტანა მეტოქეს სტუმრად და ანგარიში უკვე 2-1-ია 67 და 68 წუთებზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა სანდრო გურულმა და ჯანუ ანანიძემ 2 გოლი გაიტანეს მეტოქის კარში და უკვე საქართველოს ნაკრები არის წინ 2-1. ასეთი რამ ძალიან დიდი ხანი არ ყოფილა. ალბათ არ ვიცი დღეს თუ შევძელი და გავიხსენებთ უახლოეს მომავალში ალბათ და სტატისტიკოსების მოგვაწვიან ინფორმაციას რომ აი ესეთი სიტუაცია როცა საქართველოს ნაკრები აგებდა და ძალიან სწრაფად 2 წუთში 2 გოლი გაიტანა. მათე ვაწაძეს ძალიან კარგი გადაცემა და ჯანუ ანანიძის მშვენიერი გოლი დღევანდელ შეხვედრაში. ჯანუ ანანიძისთვის ესეც